とっても美味しそうなカツカレーができました。早く早く食べたい。カツカレー美味しそう。めっちゃお腹減った。いただきます。うまいね。皆さん、テリチャンネルのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、家族のためにカツカレーを作ります。そしてカツカレーの作るのは私にとっても初めてです。皆さんが知ってる通り、タメラが今お家に来てます。タメラは日本食がとても恋しいですよ。そして私は前、トンカツも作ったことある。そしてカレーも大好きですよ。だから私は今日タメラにとってカツカレーにしました。さあ、準備できているから始まります。今はちょっとこのとんかつの肉のエクストラファットを取りますね。そしてここはちょっと骨も入っているからその骨も取ります。それいいじゃん。今はボコボコするぞ。塩かけよう。とんかつの肉を準備してる間にここでもうボイルしてますよ。そして今からカレーのソースを中に溶かしていくね。今日使うのはゴールデンカリーです。中に今このカレー入れましょう。そして今からちょっと混ぜ混ぜします。今はこんな感じであと10分ぐらいボイルします。今皆さん、私ちょっととんかつを入れるソースみたいなものを作りますね。そしてここの小麦粉で混ぜ混ぜしよう。混ぜ。こんな感じでカレーもできました。油。そして今油を温めている間にこうやってとんかつを準備します。ママは今とんかつ作っているんだ。とんかつみたいな。さあこれ入れますね。もう一つもいけます。こうやってよっしゃー。もう待ちましょう。お腹空いてるから焼いている間にちょっと食べる。これはどちらに売ってるライスチップスだよ。こんな感じでとても美味しそうに焼いてますよ。そして今からフリップします。綺麗なピンの色で焼いているんだね。よしわー、めっちゃ美味しそう。こんな感じでできました。そして今からちょっとここに入れて油を取りましょうね。とんかつから。皆さん聞いてこの音。とてもサクサクだよ。さあ中もどうになっているか見てみようね。切る音でもうまそうです。私ちょっと ASMR のチャンネル作ろうかな。とんかつを切るチャンネルにする。皆様私のビデオをよく見てる通り、外食するときとんかつはよく食べている。
ですけども、カレーとカツカレーは頼まないですね。なぜなら私は家で作ったカレーの方が好きですよ。例えば家で作ったカレーに自分が好きな大きさでとか多めでなんか野菜とか肉を入れるんだ。あともう一つの理由はね、お店で頼んでいるカレーとかカツカレーもほとんど中辛か辛口ですね。甘口を食べれるお店が結構少ないですね。だから私は家でいつも甘口で作っている。なんかすごいいい匂いする。めちゃめちゃ早く食べたい。初めてとんかつを作った時、私のナイフが良くなかったのでこうやって切ってたんだよ。そして皮がよく取れたんだけど、この日本で買ったナイフはやっぱりすごいいい質なので、切る時は全然見て皆さん皮も取らないんだ。くっついちゃってるよまだ。あとなんか前メガとんかつ時何回でもとんかつを焼いてずっと赤かったよ。でも今回はちゃんと揚げているみたい。とっても美味しそうなカツカレーができました。早く早く食べたい。მეც სული უკვე ისე მოდის გულას მე თემშია და ავიღო და შევჭამო. 1 2 3 იტარაკადის ეს როსოასაკეთ არა გემსებით და იმას არ ველოდი ახლა სამი და ვიფიქრე რა მითომ უნასი გავაკეთე რაღაც იტარაკადის ესენი შენ ხო გახსოვს ცალცალკე რო ნაჭამი და ცალცალკე ვგიჟდები და ეხლა ერთად საერთოდ გადავირევი ალბათ. აბა ვნახოთ ყველამ ერთად. ამას ზოგადად კოვზით იჭმევა, მაგრამ ტონკაცის ჭამა ცოტა რთული არის კოვზით და ორივე მოვიტანე, რომ კარის ჭამის დროს ეს იხმარე, ძიმის დროს ეს იხმარე. მაიმე. ამა კაია. აი თუ მოიყვებოდი რამეს გებისად, მაგრამ ეს ამაგარია. ხო მეც ასე პირველად გავაკეთე ისე. არ გამიკეთე. ზოგიერია. ცოტა მაკეთო საი. აი ამიტომ ავდექი. შეიძლება? საიკიმო ნანოტო ამართობდენაინა ვიდეო. მე არაფერს ლაპარაკი გიქცევი. მე შეყოლა ვიდეოში ასე ვარ ზოგადად, მაგრამ აი всё, აღარ შემეკითხოთ აწი არაფერი, რა მიყვარს ყველაზე ძალიან. იმიტომ რომ ეს საჭმელია ჩემი საუკეთესო და ჩემი ფავორიტი, რავი, ძალიან მაგარია მართლა ოჩახში. კამპაი მე ავსავდა. შორიდან კამპაი. მე ჩავხო. აუ რა გემრიელია просто. თქვენთოს ფიც. აი ხო ესე იგი ცალცალკე სხვა არის ეს საჭმელი და ასე კომბინირებული საჭმელებიც ბევრი აქვს ხოლმე იქ. ესაჭიროება იაპონურ რესტორანი თბილისში. ცოტა შეჭამები ლაპარაკობ. მაგარია. მაგრამ შიოდა. If you eat this kind of food without beer, it's kind of a waste. ჩვენ არ გვიყვარს ძალიან თორემ სიამოვნებით. კეთილი შურით შურს მასე გემრიელად რა ჩუხჩუხებ მოგლოც, მაგრამ ჭამა მირჩენია. მე სკრე ვარ ხოლმე. ვიცი რა არის ფაქტები? ესენი სასარგებლო ნაჭამი მაქვს, ერთად მეც არ მაქვს ნაჭამი. სხვათა შორის და ჯერ ძალიან განსხვავებულია შენ რო ეს ჩვენთვის გავაკეთე დღეს. მე ცოტა როს ვერ წარმომედგენა ეს კომბინაცია. მაგრამ სუნი იდგა მთელ სახში ისეთი. ეს სული მქონდა როდის მე შევჭამე. ეს რასაკეთებს გამიშვით, გამატავე. ეს ახლა შენ შეურიო უბრალოდ, თუ ეხლა მაგას რესტორანში რომ მივიდე, შემიძლია მოვითხოვო ასე ორივე ის. არის კი, მაგალითად ამას ქვია ტონკაცუ ცალკე და ამას ქვია კარე. და ერთად კაცო ქარეს ეძახი. ხო და ოღონდ ხა ყველა რესტორანში არ არის, გააჩნია რა, არის ამისი ადგილები. მაგრამ ტონკაცუის რესტორანში არის ხოლმე ესეც კაცკარეც არის ყოველთვის. იაპონიაში მოდის მე რო წამოვალ გავსუქდები, მაგრამ ყოველთვის მინდა რომ ბევრი ქვეყნის საჭმელი დამეგინოვნებინა ხოლმე და ბევრი მაქვს გასინჯული სხვათა შორის, მაგრამ თამამად რომ იაპონური ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ ვიცი მართლა ფავორიტია, ოღონდ იმიტომ არა რომ ეს ჩვენი ვიდეოა და ამის გამო არ ვიძახი, ბევრი გამესინჯავს და აზიური სამზარეულო ძალიან მიყვარს და იაპონური უკვე განსაკუთრებით. Ой, кругосинჯა მეგენს ყველაფერი მაინტერესებს. Tomitaちょっと私たちの皿は小さすぎて、彼は多めに入れることができなかったので、ここでカレーがありますよ。そしてここから足しますね。銀だとかいいです。銀だね。タコは肌に待って。なん。
ეს კარი მაგარია вообще. ეს ხარ რამე სხვანაირად გავაკეთე? ხორცი არა აქვს შეგდის, დანარჩენი იგივე არა, ხორცი, იმიტომ რომ ეს აქვს და მაგიტო ახლა მაშინა ხორცი ვითიც მაგარია. ის ხორცი გვიყვარს ჩვენ და მეც სამ მიყვარს ხო. გავსკლებოდით მასე. ცხარე ხეგიყვარს. Нам нравится.私がカレー作っているとき、こんな感じでスパイスをしてるんだよ。辛口で欲しいから。私は辛口食べれない。乾杯。Das kaumarchus.乾杯。kaumarchus ყველას რომ იქნება. ჩვენ და თქვენს სხვათა შორის მე თამერანი იტალიანი იქ საპრაიზში დავიდეოდე. Sonotikara თამერავა მაინიჩი. Romano rirmite. Peròここに行こうって言ってるよね。იტალიაში იაპონიაში ნაჭამი გააქვს? და მანიფესტი. მე მაქვს მხოლოდ ობენტოდ ნაჭამი. იმიტომ რომ იაპონიაში ზოგადად რესტორანში რომ მიდიხარ, კარეს რესტორნებში ცხარეები აქვს. ცალკე რესტორანია, კარეს რესტორანი. ყველაფერი ცალკე რესტორანი. ტონკაცუსი ცალკე არის. საქართველოში რო შეხვალ. და ხიკალი ხაჭაპური თუ რამე ყველაფერი ერთად მოაქვს. და იაპონიაში რომ მიდიხარ, რამენის მაღაზია არის, სადაც მარტო რამენს ჭამ. არის მაგალითად ტონკაცუსი ჭამ. კიდე გიუდონს ჭამ. ანუ მარტო გიუდონები ერთი სახისა და არის ბევრი სახის და რამდენიმე სახეობის გიუდონი, მაგრამ გიუდონია რა. ანუ ისეთაც გავიგე სხვადასხვა ესეთი რაღაც. ხო, ისეთი საჭმელი მაგალითად აი პატარ-პატარა ცოტა პაჭიპუტა საჭმელები რაც არის, ეგენი აქვს, მაი ქარაგები მაგალითად. ქათმის რუგად ეგენი აქვს. გიუდონსაც ძალიან მაგიტომაც არის მე ხარისხი. ვიცი რა მერე. ერთ რომ არიან მორგებული თრიანად, რა თქმა უნდა. ისე უცბად მომხსნა ყველაფერი გაგიჟდები. იტალია, ასე ვთქვათ, პირველი ქვეყანაა რა, სადაც წახვალ. იმიტომ რომ თურქეთში კი ხარ, მაგრამ საზღვართან ხარ და ეგ იმენა არის. ისევ საქართველოს ერთი. შენი პირველი ქვეყანა გახდება იტალია სამგზავროდ. ძალიანაც ვიხარ. მეტელი რა გაიხარ. ჩემი ეს მეორად პროფესიად უნდა გქონდეს მზარეულობა. პროფესიები, აი უგემრიელესია. ძმა. ბრინჯი არის კიდე ეს ვიცი რა აღარ არის. ბრინჯი არის კი. კარისთან ერთად შევჭამნე. ეხლა ამდენი ხორცი შენ საჭმელები გაგისინჯოს, ნუ უმეტესად სულ ხორციანს გვიკეთებ ხოლმე და იცი რა მიგურს აი არც ერთ დღელა არ ყოფილა ისე რომ ხორცი იყოს გამომშრალი ბოლომდე. ეს კაცუკარია? კაცუკარი ხო. შუჩუ კაცუკარი ნაკოგი. საბერნა. 私は今も何回でも言ったんですけど、やっぱり日本にいるとき、カツカレーを食べには外食はしないんですよ。自慢じゃないんですけど、自分で料理をすると全部を好きな味とか多めで作れるので最高ですね。そしてやっぱりさっきも言った通り、私は辛口が食べれないので、家ではいつも甘口で作っているから、本当に私もたくさん食べれる。ボロルクマ。お前さブリンチ食べなかったのはなんしな。 გაკეთე კორზე არ გამიყენებ საერთოდ. ოჩახმელი. ჩვენი ჭირების გამოყენების ტექნიკა იხვეწება. თუ შეიძლება ერთი დამიმატე. აკარე? ვიცი. მოგხდეთ თუ გიდე. იკაცო არის ქვეყანა. ო, მადლობა. 普段とんかつはサクサクなものですね。そしてカレーは柔らかいものだから。 とんかつを作ってから上にかけると柔らかくなると思ってたんですけど、とんかつは全然柔らかくならなかったよ。普通にサクサクでカレーと一緒にすごくうまかったんだね。何パタラプジゼロでチキレビな。プジや。今これだ。プジケナブラリア。チェミウドラジャ。 ყველას ის სხვადასხვანაირია. მე შენ ბავშვებსა და ძირავთ რომ მინდოდა რომ მოგესტრო გადაღება, უცებ ამოვიღე ერთნაირები მინდოდა ლამაზად და ვერ ვიპოვეთ სათითაოდ დავდა ყველას. ახლა იტალიაში ვწავდეთ, მეტად იქნება იაპონური რესტორნები. სხვათა შორის მეც მინდა გასვლა იქნება როგორ არის. მაინტერესებს საზღვარგარეთ აი იაპონურ კერძებს როგორ აკეთებენ მას. ერთი კითხვა მაქვს შენთან, მაგალითად აი აქ რო ჩამოდიხარ ხოლმე. ძირითადად 3 კვირა ერთი თვე ხო ჩერდები ხოლმე ჩვენთან სადღაც. და რო ჩადიხარ ხოლმე ქობულეთში როცა ხარ, რა განსხვავებას აღნიშნე მაგალითად აი ცხოვრება ყოველდღე. დავფიქრე, ესე იგი, პირველ რიგში ის რომ აქ რომ მოვდივარ, სრულიად ვეშვები ჩემს საქმეს და ყოველდღიურ ცხოვრებას ვარ მოწყვეტილი და აი იქ რომ სულ აპოცკული და მოწესრიგებული ვარ, აქ მინდა რომ ანუ მაგისგან შორს ვიყო და იქ კერძო სახლში ცხოვრობ და მინდა თუ არ მინდა, ყველა შემთხვევაში მიწევს რომ ყოველდღე გარეთ გავიდე. ნუ ეს რა თქმა უნდა მომწონს
მაგრამ ყოველდღიურობაში აი სულ რომ გარეთ ხარ და სულ ბავშვთან ერთად თამაში და ეს ერთ და იგივე რუტინული ცხოვრება რომ მაქვს, მე აქ წამოსვლა მიხარია ხოლმე მაგიტომ, რა თქმა უნდა, ჯერ თქვენ შეგხვდებით და მე აი მოშებული ვარ ყველანაირად. და პირველი შადო გარდა იმ ყოველდღიური რუტინის რისკენაც დასვენება მინდა ხოლმე არის ის რომ მით უმეტეს ზაფხულის შემდეგ ხმაურისგან ვარ ძალიან გადახრილი, რადგან მოგეხსენებათ ეწინა ვიდეოებშიც ჩანს რომ გზის პირას ცხოვრობთ, გვაქვს საოჯახო სასტუმრო, სადაც მუდმივად ხალხი მოძრაობს და ჩვენს ტერიტორიაზე რადგან საზღვაო ქალაქია, ყოველდღიურად თევზაობა და საქმე და ამბები მიდის ხოლმე. სიტუაციას რო სამხედავ, სადაც საქმე გასაკეთებელია, იქ აუცილებლად მეც უნდა მივეხმარო და თავს ვერ ვიგრძნობ კომფორტულად, რომ მე ჩემთვის იყო დასვენებული. შეიძლება სულ არ ჭირდებოდა ჩემი დახმარება, მაგრამ რაღაც ვერ ისვენებ მაგ სიტუაციაში. აი არავინ არის, ყველა მუშაობს, აი ყოველ წამში. და კიდე ერთი კითხვა მაქვს, აქედან რომ მიდიხარ ხოლმე ამდენი ხნის მერე, მოწყენილი ხარ ხოლმე? რა თქმა უნდა, ხა მიხარია კაცო, ორივეგან მიხარია, უბრალოდ ორივეგან მაქვს ჩემი მიზეზი რომ მიხაროდეს ყოფნა. აქ თქვენ ხართ, ჩემი ოჯახი, ჩემი დები. ხო და აი ქობულეთში მენატრება ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი. ხო და იქიდან რომ მოვდივარ, ჩემი ქმარი მენატრება და მაგაზე წდება. როგორ ელოდები რომში წასვლას? ისე რომ ჯერ ვერ ვიაზრებ რა ხდება. და უნდა გავაკეთო, ან მართლა ვერ ხდები. მე ძირითადად მოგზაურობაზე არ მიფიქრია ხოლმე, მაგრამ ყოველთვის საზღვარგარეთ მუშაობაზე ვფიქრობ. განსაკუთრებით ყატარში საბერძნეთში. მე ყატარში მინდა და მიმტანად მუშაობა. მე საბერძნეთში მოვლენად ვფიქრობდი. რას ვფიქრები რა ქვეყანაში ცხოვრობდი ხოლმე ბავშვობაში ვფიქრობდი რომ სემიჩკის გამყიდველად უნდა მემუშავა. არავი ბოსი რო ყავდა. ხო გვეუბნებოდა ხოლმე იქ კაი ხელფასებია ყველაფერია და ყატარში ვაპირებდი წასვლას ფიგისგან. Deva camera con oliori gaschini te potevo decidere sì o camera da che già non adesso ოჩეცკითხე პუსაღარჯო. აპაინეს კაი გოგო შეიძლება. არ გადააგზა და ქალაზე გადასცეს. აღარ იყო და თვალზეცდება ხოლმე. Sono io con te che ho un video a Coco Madedes, sai come devi decorare. Arigato,次のビデオでお会いしましょう。またね。 ამას კი გახარ ოდრის ბავშვობიდან იქაც გავსწრები. აჰა, გასაშენებელი და ოდრიც იყო იქ და შენ სხვა წახვედი ისე როგორ გამაგარია. ჩვენც გამივლით მაგ ადგილებში.